მთის მწვერვალზე ცის მახლობლად მერცხლის ბუდეთ რაღაც მოჩანს. თვალთ იცარი შენატყორცი ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს. ის ფაცხაა მღვიმის პირად მიწნული და მიგრეხილი, დრო და ჟამის შესაფერად ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. როდესაც მთა ბარს და ვაკეს ემუქრება წარღუნა ღელვას, ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს, ეკრძალება ჭექა ელვას. მაგრამ როცა დახქათქათებს თავზე იქვე მზედა მთვარე და თვალის წინ ფიანდაზა დეფინება არემარე, მაშინ ფაცხა უბრალობით მომხიბლავად ლამაზია და იმასთან ყველა ტყუის, რაც კი ციხე დარბაზია. გზა მიუძღვის საცალფეხო, მიხვეული, მოხვეული, მასზე გამოვლელს უნდა ჰქონდეს მარჯვე თვალი, მტკიცე გული. ანუ ჰყავდეს რაში ცხენი, მთაში გაზრდილ გამოწვრთნილი, კლდიდან კლდეზე გადამფრენი, უშიშარი და თან ფრთხილი. ამ შორეულ ფაცხა მღვიმეს ვინ პატრონობს, ვისი არის და საამო კარმიდამოს ვინ შესტრფის და ვინ შეხარის. ერთი ვინმე ახალგაზრდა, აფხაზია ამ მთის შვილი, რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი. კარგი თოფი, კარგი ხმალი, კარგი ცხენი და ნაბადი, რა სინატრებს სხვას ამის მეტს, კაცი, მისებრ დანაბადი. მხოლოდ ერთს კი და ის ერთიც არის მარტო სიყვარული, რითაც მხოლოდ ქვეყნიური ნეტარება არის სრული. ბედმა ესეც არ დააკლო, განასხვავა ვით რჩეული, სიყვარულსა მის მონაშუქს მიაშუქა სიყვარული. ერთი თვეა, რაც რომ ცოლად მიიყვანა ვინც უყვარდა, ვისაც გულში ცის ქვეშეთი შეუწონა, შეუფარდა. ნაზიბროლა სახელია, სამეგრელო სასულია, მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი ედემს ალბათ ასულია. ელფერობით ვარდი არის, სინაზით კი მორცხვი ია, ტრფობისათვის ჯერ პირველად გულის კარი გაუღია. ცადა ქვეყნის შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი, გულში გულს დებს, სულში სულს ცვლის, ხორცს ეწმახვნის სუროვასი. ნეტავი მათ სიყვარულს და მათ უხმო აღსარებას, ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას. მაგრამ ხან გრძლივეს სოფელი გაახარებს ვის მეგანა, თაფლში ურევს მწარე ნაღველს, მტრისას მისი გამოცანა. ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს თითი თვალთან მიტანილი, ცამრის ხანებს ელვა ჭექამ ნადირსაც კი უფრთხო ძილი. ქარი ზუის გულ საკლავად, წვიმა უშვებს კოკის პირად, ხან აქ, ხან იქ მთა ღრეებში გავარდება მეხი ხშირად. თითქო მართლა თვით ჯოჯოხეთს აუშვია ქვეყნად ზარი, აიტანა შიშის ქარმა თანასწორად მთა და ბარი. ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც ეძებს ძრწოლით თავშესაფარს, მაგრამ დახეთ ვიღაც მგზავრი სტუმრად მოსდგა აფხაზის კარს. დაურეკა და ხმა მისცა, გამომხედეთ ვინ ხართ შინა, სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ, ცხენს და კაცსა გვინდა ბინა. გაუკვირდა აფხაზდას თქვა, ამ თავს ხმაში ეს ვინ არის, შეუკიდა ცეცხლს და უცბად გამოაღო ფაცხის კარი. გავიდა და შემოუძღვა ფეხებამდე დასველებულს, მიიყვანა ცეცხლის პირად, უდგამს სამფეხს კამს დაღალულს. ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი, ნაბდის თასმებს ნელა იხსნის, თავპირი აქვს შებუდნული, ყაბალახით და იცინის. ჯერ ნაბადი მიაყუდა, ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა და ბაშლიყი რომ გადიძრო, მოტრიალ და უკან ჩქარა. მას პინძელო, სიცილიც თქვა, წახდა ჩემი ხუმრობაო, ვერ მიცანი თუ გეწყინა ეს უდროო სტუმრობაო. საფარ შენ ხარ, ენაცვალოს ძიძის შვილი მაგ შენს თავსო, ეს თვალები რაღაც ნახვენ, შენს უკეთეს სანახავსო. მოეხვია, გადაკოცნა, როგორც ძმა და თვისი ტოლი და მერე კი გააღვიძა შიგნით მწოლი მისი ცოლი. შეეხვეწა, აბა ჩქარა მოამზადე ვახშამიო, შორი გზა აქვს გამოვლილი, არ ექნება ნაჭამიო. არა ბათო, ვახშამს არ ვჭამ, არ მცალია იმისთვისო. მე სხვა მადა მაქვს აშლილი, სხვანაირი გულის თქმისო. უპასუხა და მოუღვა.
მინდა გითხრა ჩემი ჭირი, დღემდის მტკიცე პირიანსა დღეს მიტყდება ძმაო პირი. ალმას ხიდს ხომ კარგად იცნობ თავმომწონა ინალიფას, მის ცხენსა და მის იარაღს ვერ ვინ დასდებს ღირსეულ ფას. ვაშკაცია თვალტანადი ცხენოსანი უებარი, მეტოქია ჩემი მხოლოდ ერთადერთი საშიშარი. შორს გაისმის მისი ქება, ჩვენშიც ხშირი სტუმარია, ბიჭობით და სილამაზით ქალებიც კი გადარია. ერთი მხოლოდ ზია ხანუმ არა დაგდებს, არც უყურებს, რადგან იცის, რომ სხვებსავით იმას ის ვერ იმსახურებს. ზია ხანუმ შენც კი იცი, რომ მშვენებით განთქმულია, ბევრი კარგი ახალგაზრდა მისი ეშხით დაბმულია. მთვარესავით ხელუხლები სხივებს ფენს და არვის ათბობს, მომხიბლავი შორეულად თანასწორად ყველას ათქმობს. ჯერ გაღალავს, მიიბირებს, დაიმონებს, იგდებს ხელში, მერე უნდა გამოსცადოს, აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში. მეც მომხიბლა ჯადოსანმა, დამამარცხა, დამიმონა, და თუ ქალი მაჯობებდა, არ ვფიქრობდი, არ მეგონა. დამაჩემა, თუ გიყვარ ვარ და ხარ ჩემი მოგვარეო, ინალიფას ლურჯი ცხენი ამ სამ დღეში მომგვარეო. ინალიფა მის ბედაურს არ დაუთმობს, ნებით გამჩენს, და თუ ვინმე ძალას იხმარს, შეაკვდება, არ შეარჩენს. სხვა გზა არ მაქვს, მოპარვაა მხოლოდ ერთადერთი ხონე, თუმც კი სხვა დროს არ იკადრებს ამას კაცი თავმომწონე. აი, რისთვის მოვსულ ვარ აქ, ჩემო კარგო მეგობარო, მე მინდა რომ ალმას ხიტის ლურჯი ლაფშა მოვიპარო. მოусმინა ძიძის შვილმა, ყველა კარგად გაიგონა, მაგრამ საქმე მკუღმართმა შეაწუხა, დააღონა. უთხრა, ვწუხვა რომ ეგ საქმე უკადრისი გიკისრია, მაგრამ რადგან სიყვარულის ტკბილის სენი შენც შეკრია, გზა აღარ გაქვს, უნდა გული დაუდვა და ემსახურო, რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის ოფლი აღარ მოიწურო. მის ოცნებას, მის გულის თქმას უნდა მიჰყვე და ემონო, გინ სიცოცხლეც შენი ტკბილი მწარე სიკვდილს შეუწონო. ეს შენც იცი, არ ხარ ქვეყნის უცადი და უმეცარი, სავაშკაცოდ გამოსული უდრეკი და უშიშარი, მაგრამ მარტო უშიშრობა ძლევისათვის არ აკმარა, თუ სიფრთხილეც გონივრული დროზე მას არ დაეხმარა. ერთმანეთის მინამსგავსი შიში სხვა, სიფრთხილე სხვა, ისე როგორც სხვა და სხვა, ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა. რომ მიდიხარ, სად მიდიხარ? მართალია გიჭრის თვალი, მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს აგებნევა გზა და კვალი. შენ ეგ საქმე მე მომანდე, მე ვიზამ შენს მაგივრობას, ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას. შენ აქ დარჩი დაიძინე, გამოშუშტი ცეცხლის პირას, და თუ დამრჩა გამარჯვება, მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას. გაეხუმრა, გამოეწყო სამგზავროდ და გავლო კარი, მიდის, ელვა გზას უნათებს და დახზუის თავზე ქარი. ირიჟრაშა ქარი ჩადგა, გადიყარა დადგა დარი, ლურჯ ბედაურს მოაგელვებს მეგობრისთვის მეგობარი. მოიყვანა დააბადა, შინ შევიდა წყნარად ფრთხილად, გრძელ ნაბადში გამოხვეულს სტუმარს ძინავს იქვე თბილად. აუ არა გვერდი, მიდის იქ სადაც ის ეგულება, ვინც სიცოცხლეს ურჩევნია, სულს წირავს და თავს ევლება. გულში ამბობს, ერთს დავხედავ ტკბილად მძინარ ნაზიბროლას, თუ გაუძელ გულის ცქერას, სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლას. სასოებით შედის ქვაბში და რას ხედავს იქ საკვირველს, ნაზიბროლა ჩუმად სტირის, პირსი ხოკავს, იკაწრავს ხელს, თმა გაშლილი ტინის კედელს თავს ახლის და ხმას არიღებს, მინგრეულს და მონგრეულსა ხედავს იქვე მის ქვეშაგებს. მიხვდა ქმარი რაც მომხდარა, ზარმა დაჰკრა ელდაეცა, და რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე უხმოდ ჩაიკეცა. დიდხანს იჯდა დასხმული უყურებდა ცოლის ტანჯვას, ბოლოს ღომე მოიკრიფა და მოეგო ისევ ჭკუას. მივიდა და უთხრა მტირალს, ჩუ, ნუ სტირი გენაცვალე, რაც გინახავს სიზმარია, დაივიწყე ისევ მალე. ყოველგვარი მოსავალი კაცის თავზე უნებური, ღვთის რისხვა და ტყვილად ბედს, რას უჩივი, რა თემდური.
გადაიგდე გულიდან ეგ ცრუ ზღაპარი და სიზმარი, მე და შენი სიყვარული წმინდა არის ვით ლამპარი. მოეხვია და ცრემლები ამოუშრო თვალში კოცნით, დააწყნარა, დაამშვიდა ალერსით და ბევრი ხვეწნით. მაშინ მხოლოდ გამობრუნდა სტუმრისაკენ და უთხრა ეს: ადე ძმაო, გაღვიძებას არ აპირებ, მგონია დღეს. წამოვარდა ზეზე საფარ, შემკრთალი და დარცხვენილი, მაგრამ როცა მშვიდ სახეზე შეამჩნია მას ღიმილი, გაიფიქრა, მადლობა ღმერთს, არაფერი შეუტყვია, თვრა გულმკერდს გამიხვრეთ და ხანჯლის წვერი დაანტყვია. არ უთქვამს ქალს, რაც შევწოდე, სჩანს ნამუსი შეუნახავს, ჩემს საქციელ სამარცხვინოს ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს. მერე უთხრა მის ძიძის შვილს: გატყობ რომ ხარ კმაყოფილი, შეასრულე განა ჩემი ძნელი ნატვრა და სურვილი. შევასრულე, მოგიყვანე, დროა აწკი გაეშურე. ნუ დამძრახავ საკადრისად თუ რომ ვერას გემსახურე. ხან ესას თქვეს, ხან ისას თქვეს, ისაუბრეს ჯერ ერთხანად, მერე წყალი მოუტანა მას ხელპირის დასაბანად. გამოაწყო, არ დააკლო, რაც წესია სამსახური, რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმატური. შეუკაზმა ცხენი შესვა თვითონ შეჯდა ნაქურდალზე და ორივე მათრახები ატკაცუნეს ერთხანს ძალზე. გაახურვეს მით ცხენები, ააღელვეს, ააჩქარეს და ვიწრო გზით ის დაღმართი სულ კუნტროში ჩაატარეს. რომ ჩავიდნენ შორიახლოს მინდვრის პირად იქვე დაბლა, მასპინძელმა შეაჩერა ცხენი და ხმა აიმაღლა. საფარბეგო, პირშაობა შენი ვიცი, შემიტყვია და დღეიდან ჩვენ ორშუა მოციქული არის ტყვია. არას თქვა რა, არც მე გკითხავ, არის ზოგი შეცოდება, რომ სათქმელად საძნელოა, არც შენდობა უხერხდება. ახლა წადი და მეკარგე, ფრთხილად არსად შემეყარო, რომ ცუდ გულზე უცაბედად შენი სისხლი არ დავუღვარო. ეს რომ უთხრა შეკრთა საფარ, გაშრა ფერი დაედვა მკვდრის, ჩაუვარდა ენა პირში, გაქვავდა და აღარ იძრის. ძლივს წარმოსთქვა: მართალი ხარ, არა მაქვს მე სათქმელი. შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვილს ხელი. შენი ტყვევარ, ხომ ხედავ, იარაღი დამიყრია. სასიკვდილოდ ჩემი ნებით შენ წინ თავი დამიხრია. ჩემს სიცოცხლეს სიკვდილის ჯობს, მომკალ ტანჯულს რა მიშველე, მაზღვევინე რაც შეგცოდე, სინიდისი გამიმთელე. არა, შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ ჩემი ტყვია. დედი ჩემის გაზრდილი ხარ, მისი ძუძუ გიწოვია. რაც ქვეყანას მიაჩნია, რჯულზე უფრო უმტკიცესად, რომ გასტეხე ის გეყოფა სიკვდილამდე შენ საკვნესად. წადი ჩემგან შენდობილი, მაგრამ შორს კი და მშვიდობით. დღეიდან ჩვენ წმინდის გულით ერთმანეთს ვერ მივენდობით. მაგრამ ერთს კი დაგავალებ ამისრულე უეჭველად, რომ მიხვიდე ყაბარდოში, იცოდე რომ სულ პირველად წადი ნახე ის მოძღვარი, ვინც შვილივით გამოგზარდა და უამბე შენი პირით, რაც სირცხვილი დაგემართა. გადმოხტა და ლურჯი ლაფშა მის სახელში ჩააბარა, მოტრიალდა და აღმართი ძლივს ბარბაცი დაიარა. არც გვარით, არც ვაშკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით, ჰაჯი უსუფ ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით. ჭირში, ლხინში საზოგადოდ უმისობა არ იქნება, ხელის გულზე უწერია თვით მაჰმადის წმინდა მცნება. ზღვადახმელი მოვლილი აქვს, მნახველია ცადა ქვეყნის, ჯერ ისევე ჭანმაკია, თუმცა არ არის კი მცირე ხნის. ხელფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, არტყუილი ქადილია, სადაც კია გვარიშვილი, ყველა მისი გაზრდილია. საფარბეგიც მან გაზარდა, ისე როგორც ხვები ყველა, მაგრამ მარტო წრთვნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა. აი სწორედ ამ უსუფთან მიდის ახლა საფარბეგი, მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი. ეუბნება ყოველი ფერს, უნებურად რაც შეემთხვა, ცრემლების დის და ეჩრება ბურთად ყელში მწარე სიტყვა. ყურს უგდებდა ჰაჯი უსუფ, სახე მოინაღვლიანა, სიდიადე ამ მუხთლობის თვალწინ გაისი გრძეგანა. ოხრით კითხა, მერე
რომ გაიგო რას თქვა ქმარმა. მაპატივა შეწოდება როგორც ძმამ და მეგობარმა. მხოლოდ ეს კი დამავალა, ნახე შენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოველიო. მესმის და პასუხიც ჩემი მხოლოდ ეს არისო, რომ ნამოსის გასაწმენდად ჩემი ხელით სისხლს დავუღრიო. შეაყენა ზედაფეხზე მან დამბაჩა გატენილი, მორჩილებით გულმკერდს უშვერს საფარ მისი გამოზრდილი, მაგრამ უსუფეუბნება, შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდი ხარ. წარმოსთქვა და საფეთქელში მიიჭა და ცხელი ტყვია. ჩაიკეცა სულთან ბრძოლი. წამლის